გამარჯობა, პატრიცემულ საზოგადოება. ჩემს წინა პირველ ტელემიმართვაში მე აღწერე ის დემოგრაფიული და ტერიტორიული კატასტროფა, რომელსაც ჩვენ აღმოჩნდით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. მოკლედ შეგახსენებთ, რომ მარტივი გამოთვლების მეშვეობით ჩვენ ნახეთ, რომ ნაცვლად თითქმის 8 მილიონიანი მოსახლეობის მქონე ქვეყნისა, რომელიც ჩვენ დღეისათვის უნდა ყოფილიყავით. ჩვენ ვართ 3.7 მილიონიანი ქვეყანა და რომ ნაცვლად 70,000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის საცხოვრებლად ჩვენ დაგვრჩა მხოლოდ 54,000 კვადრატული კილომეტრი. და რომ ამ ჩვენს ყდომასა და ტერიტორიულ შემცირებას სამწუხაროდ ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს. გაერო აგერ გვიძინას წარმეტყველებს, რომ სულ მალე 2050 წლისათვის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შემცირდება კიდევ 1/13-ით, ხოლო ეროვნებით ქართველთა რაოდენობა საერთოდ განახევრდება. დაუჯერებელი ამაში არაფერია თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩვენ სწორედ მაგ მიმართულებით მივემართებით. ამრიგად, ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ჩვენიერი ამჟამად ყდება და რომ მისი საცხოვრისი მცირდება. თან ყდება არა ომიანობის გამო, არამედ ნებაყოფლობით. როდესაც ერი იწყებს ასეთ ყდომას, ამას თავისი სიღრმისეული მიზეზები აქვს და თუ გსურს ამ ყდომის შეჩერება და ერის გადარჩენა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ამ ყდომის მიზეზების კარგად გააზრება. თანამედროვე ჩვენს თანამემამულეს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდას, სულ სადღაც ეჩქარება და სამწუხაროდ ხშირად აღარ აქვს მოთმინება რაიმე ვრცელი და ღრმა საუბრის მოსმენისა. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ასეთ 5-10 წუთიან ფორმატში ძალიან ძნელია ასეთი სიღრმისეული საკითხების შესახებ საუბარი. ამიტომ მეც ნაწილ-ნაწილ ვეცდები ამის გაკეთებას. პირველი, რაც თანამედროვე ადამიანს მოსდის აზრად, როდესაც ის ფიქრობს იმაზე, თუ რატომ აღარ მრავლდება ესა თუ ის ერი, არის ამ ერის ეკონომიკური გაჭირვება. ანუ გვიჭირს და ამიტომ აღარ ვაჩენ ჩვილებს, ან კლავთ მათ აბორტში. მაგრამ ეს უაღრესად ცდარი შეხედულება არის. დავიწყოთ იქიდან, რომ სწორედ ყველაზე მდიდარ ქვეყნებში აჩენენ ყველაზე ნაკლებ შვილს. და აგერ თანამედროვე დასავლეთ ევროპაცა და იაპონიაც სწორედ ამიტომ დგანან დემოგრაფიული ზამთრის წინაშე 2 ადამიანზე დაახლოებით 1 ბავშვის კოეფიციენტი. ამასთანავე ის, რომ ეკონომიკა არაფერი შუაში არ არის შვილების გაჩენასთან მიმართებაში, იქიდანაც ჩანს, რომ ჩვენ ქვეყანაში იმავე გაეროს პროგნოზის მიხედვით, სანამ ქართველთა რაოდენობა განახევრდება, იმავე პერიოდში 2050 წლამდე, ჩვენს თანამოქალაქე სომეხთა რაოდენობა გაიზრდება 7%-ით და აზერბაიჯანელთა რაოდენობა 35%-ით. ანუ რა გამოდის, რომ ის რაღაც, რაც ქართველებს არ ყოფნის ჩვენსავე ქვეყანაში გასამრავლებლად, მშვენივრად ყოფნით ამ ჩვენს მოძმე სხვა ეროვნების ჩვენს თანამოქალაქეებს. საქმე იმაშია, რომ ქართველები აღარ მრავლდებით არა იმიტომ, რომ ეკონომიკურად გვიჭირს, არამედ იმიტომ, რომ სხვაგან გვიჭირს. ჩვენს ერში დავარდნილია სიცოცხლის ჟინი. არა ტაშფანდურის, არამედ ოჯახური კულტურის სიყვარული. სიმშვიდის, შრომის, ჭირთათმენის და ჩვენ ზღაპრულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი. იგი ჩანაცვლებულია მაგალითად ქალაქურ ბინაში ტელევიზორთან ჯდომისა და უცხოეთში გადასახლების სურვილით. ეს ჩვენი ამაზრზენი გამოთქმა შვილის აკაურობას მოშორებაზე, ჭირივითაა მოდებული ჩვენი ეგრეთ წოდებული ელიტის ფსიქიკასა და ლექსიკონში. და უნიჭო და მოღალატებრივი პოლიტიკა კი, რომელიც ყველამ ვიცით, ბოლო 50 წელია ქვეყანაში იწარმოება და აიძულებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას რეგიონების დაცლასა და უფუნქციო ქალაქში ლუკმაყურის საშუალზე გადამსახლებას, უკვე ამ ჩვენი ანტიეროვნული ორიენტაციის შედეგია და არა მიზეზი. აქ უცნაური კიდევ ის არის, რომ ჩვენ ამ თვითმკვლელური მიმართულებით სვლა კომუნიზმის დროს დავიწყეთ და ლიბერალიზმის დროს ზუსტად ასევე გავაგრძელებთ. ანუ ეს მეტყოლებს იმაზე, რომ ჩვენი ეს დაისი არ უნდა იყოს მხოლოდ იდეოლოგიურ სისტემებზე მიბმული ან დამოკიდებული და რომ რაღაც უფრო ღრმა მიზეზებით უნდა იყოს გამოწვეული. მე-20 საუკუნის უდიდესი მოაზროვნე, დიდი რუსი პოეტების ანა ახმატოვასა და ნიკოლაი გუმილოვის შვილი, ლევ გუმილოვი, არაერთხელ ნაწამები კომუნისტების მიერ ციხეებსა და გადასახლებებში
თავის ფუნდამენტალურ მონოგრაფიაში, რომელსაც ქვია დასასრული და კვლავ დასაწყისი. Конец и вновь начало. ერის წარმოშობას, ანუ ეთნოგენეზის, მის სიცოცხლესა და ყრდნობას ეგრეთ წოდებულ პასიონარულ, ანუ ჟინის ბიძგებს უკავშირებს და 6 ფაზად ყოფს. ესენია: აღმასვლის ფაზა, აკმატიკური, ანუ კულმინაციური ყევების ფაზა, მერე ჩამომსხვრევის ფაზა, ინერციული ფაზა, ობსკურაციული, ანუ ერის ჟინის დონის მკვეთრი ვარდნის ფაზა და მერე ბოლოს მემორიალური, ანუ დასასრულის ფაზა. ჩვენ ქართველებს გვჩვევია ჩვენი ერის როგორც მარადიული მოვლენის აღქმა. ჩვენი ისტორიოგრაფიაც, რომელიც თანამედროვე სამეცნიერო ფორმით სულ რაღაც 120-ოდე წელს ითვლის და ძირითადად ქართლის ცხოვრების ქრონიკებს და ჩვენი ისტორიოგრაფიის მამების ნაშრომებს ეფუძნება და ჩვენი პოეზიაცა და ლიტერატურაც სავსეა მაგალითებით იმისა, თუ როგორ მოდიოდა ჩვენს გასაწყვეტად აღმატებული რიცხვისა და ძალის მტერი და როგორ ვუმკლავდებოდით მას ჩვენ ღვთივკურთხეული ბაგრატიონების წინამძღვრობით და როგორ პოულობდა მერე ჩვენი ერი საკუთარ თავში აღორძინებისა და კვლავ გამრავლების აუხსნელ ჟინს. ამჟამად კი რაღაც სხვა ხდება ჩვენს თავს. ჩვენ ბოლო ნახევარი საუკუნეა გაგვიტაცა რაღაც ლეტარგიულმა ძილმა. ჩვენ აღარ გვსურს გამრავლება და ჩვენ ვკვდებით. რატო? შეგვეძლო გვეთქვა, რომ ეს ბევრი სხვა თანამედროვე ერის ხვედრიც არის. და რადგან ეს უდაოდასია, მაშინ მოდით ვეცადოთ შევხედოთ თუ რა თვისებებია ერთიანებთ ასეთ მომაკვდავ ერებს, რომელთა სიაში ჩვენ გაერომად შეგვიყვანა. მაგრამ ისიც ხომ ცხადია, რომ ეს თვითმკვლელობის ჭირი ჩვენს დროში ყველა ერს არ ჭირს. მაშ მოდით მათაც შევხედოთ და ვეცადოთ გავიაზროთ თუ რა აერთიანებთ ასეთ სიცოცხლის მოყვარე ერებსაც. და მოდით ვცადოთ ამ დაკვირვებებზე დაყრდნობით დავუსვათ დიაგნოზი საკუთარ თავს. დროებითია ეს ჩვენი ყდომა. თუ ღმერთმა უქნას იგი გუმილოვის კლასიფიკაციის დასასრულის ფაზებში ჩვენი შესვლის მომასწავლებელი უნდა იყოს. მე არ მიმაჩნია, რომ ამგვარი ძირეული საკითხების გააზრება რომელიმე ერთ ადამიანს შეუძლია. თუ შეუძლია დაგვენახოს. ამიტომ ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ, ვისაც ჩვენი ერის გადარჩენა აღელვებს, მიიღოს ამგვარ დისკურსში მონაწილეობა. ალბათ ყველაფერი თუ არა, ძალიან ბევრი რამ სწორად დასმული კითხვიდან იწყება. და მოდით ჩვენ დავსვათ ასეთი კითხვა: რატომ კვდება ჩვენი ერი? მომავალ შეხვედრაზე.